ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი გრიგა ვარ. ენერგობირჟაზე მიმდინარე წლის 4 თვეში ვაჭრობა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ივნისში სავაჭრო პლატფორმაზე გარიგებების მოცულობა დაბალია. მთლიანობაში 1 თვეში ბირჟაზე 13238 მეგავატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა. წინა წელთან შედარებით მაისსა და ივნისში ბირჟაზე 10-15%-ით შემცირებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასიც. 1 კილოვატი-საათი ელექტროენერგიის ღირებულება სავაჭრო პლატფორმაზე 10 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ცნობისთვის ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 2027 წლის 1 ივლისამდე გარდამავალი მოდელით იმუშავებს, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ბირჟის სრულყოფილად ამოქმედება, რაც დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობას და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების ამოქმედებას გულისხმობს, კიდევ გადავადდება. ვაჭრობა არის საგრძნობლად შემცირებული, დაახლოებით ნახევარია იმისი, რაც იყო შარშან ანალოგიურ პერიოდში. ეს შეიძლება ახსნათ ერთი მხრივ გაურკვევლობით რაოდენობასთან დაკავშირებით, იცით იყო გენერაციის შეზღუდვა, შემცირებული იყო მნიშვნელოვნად ექსპორტი თურქეთში დაახლოებით 5-ჯერ ადგილზე დარჩა დიდი რაოდენობით იაფი ელექტროენერგია და რაც თავის მხრივ ასევე იწვევდა გაურკვევლობას ფასის ნაწილში, რის გამოც მონაწილეების ნაწილი შემცირებული მასშტაბით არ მონაწილეობდა და ეს აისახა საბაზრო შედეგებსაც. ახლა კი გადავინაცვლოთ მომხმარებელთა უფლებების თემაზე, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში მიმდინარე წლის 6 თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 1300-მდე განაცხადი შევიდა. მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ითაა გაზრდილი. სააგენტოს გადაწყვეტილებით 417 საქმეზე მომხმარებელთა უფლების 162 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი 75 მოვაჭრეს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 202,000 ლარის ოდენობით. სააგენტოში მომხმარებლის განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით თუ გადავხედავთ ამ განაცხადებს, სააგენტოსთვის მომართვიანობისას დიდი წილი 82%, რა თქმა უნდა, თბილისზე მოდის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება. მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტს ჯაკავი სრულად დააფინანსებს. პრეპარატი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ გართულებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასევე მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდება ცოფის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მომსახურებების სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა საქმიანობა ინფიცირების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო დაფარავს ვაქცინაციას, სპეციფიკურ შრატს, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებასაც. საქართველოსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობა ფართოვდება. უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს ოფიციალურად გუშინ ეწვია, თუმცა ამ ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოს-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი თბილისში, რომელშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ფორუმზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ახალი ბიზნეს პარტნიორობების გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაფორმდა განვითარების ერთწლიანი გეგმა, რომელიც ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკასთან პარტნიორობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ბაზრების გახსნას და შუა დერეფნის როლის გაძლიერებას, ასევე უზბეკეთისთვის ევროპასთან დაკავშირების სტრატეგიულ შესაძლებლობას ნიშნავს. სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამჯერად ყაზახეთს შორის მხარეებმა ხელშეკრულება გასულ კვირას გააფორმეს, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის. გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის უწყებებმა კონკრეტული სხვადასხვა სფეროს მიმართულებების მემორანდუმებსაც მოაწერეს ხელი. რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის შეთანხმება ეკონომიკური თანამშრომლობისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის? ამ თემაზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ბატონო ლევან, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის.
ბატონო ლევან, უფრო ზოგადი კითხვით დავიწყოთ მაინც, რას ნიშნავს ეს სტრატეგიულ დონეზე გადასვლა ამ ურთიერთობების და რა შეცვლის ეს სტრატეგიულ ჭრილში გადაყვანა ამ თანამშრომლობის, განსაკუთრებით რომელ მიმართულებებზე შეიძლება აისახოს ყველაზე მეტად? ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება არის გარკვეული შედეგების აღრიცხვაც, ასე რომ ვთქვათ, იმ ურთიერთობების დონის დაფიქსირება, რომელიც წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ამ ურთიერთობებს პრინციპულად უკვე ჰქონდა სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის სახე და მან ამჯერად ეს ყველაფერი უკვე შესაბამის დოკუმენტში აისახა. აი რა მიმართულებებს ხდის ეს მაინც ოფიციალურად გაფორმებული და გადაყვანილი სტრატეგიულ დონეზე აყვანილი ურთიერთობები, მაინც რა შესაძლებლობებს ქმნის შესაძლებელია, ხო? და რა მიმართულებები შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს ამის შემდეგ? ეს ჩემი აზრით და მე ვიცი არა მარტო ქართველი და უფრო მეტად ვიცი ყაზახი ბიზნესმენების დამოკიდებულება სწორედ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებებისა იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ქვეყანასთან როგორ ურთიერთობებს ანვითარებს მათი ქვეყანა შესაბამისად ყაზახეთი. მე ვიცი აზრი ყაზახი ბიზნესმენების რომ ისინი უფრო თავამად მიდიან იმ ქვეყნებში ინვესტიციებისთვის, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის, სადაც მათ ქვეყანას ასეთი სახის ურთიერთობები ოფიციალურად თუ არაოფიციალურად გაფორმებული აქვთ უკვე. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს რომ ეს არის სიგნალი ყაზახი და არა მარტო ასევე ქართველი ბიზნესმენებისთვის იმ თვალსაზრისით რომ აქ იხსნება მეტი შესაძლებლობები რომ ეს ურთიერთობები ავიდა რა პოლიტიკურ სიმაღლეზე, სტრატეგიული ურთიერთობების სიმაღლეზე, მეტი ხელშეწყობა, მეტი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყნებში და მეტი ეფექტის მომტანი უნდა გახდეს ეს ურთიერთობები ბიზნესებს შორის ურთიერთობები. თქვენ ალბათ შეიძლება მოვლენებს დავასრულოთ წინ და გეტყვით იმას რომ ამის ტრიგერი, ამის ყველაფრის სათავე იქედან დაიწყო, რომ ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ ყაზახეთთან განსაკუთრებული ესეთი ხარისხით დერეფნის და ტრანზიტის საკითხებში. კარგად ვითარდებოდა, რა თქმა უნდა, ტურიზმი, იყო და არის გარკვეული ინვესტიციები უძრავ ქონებაშიც, არა საკმაოდ დიდი ინვესტიციები უძრავ ქონებაშიც ყაზახური მხრიდან, გაჩნდა ქართული ინვესტიციებიც ყაზახურ ეკონომიკაში და ის შეიძლება არ არის იმ დონის როგორც ყაზახური საქართველოში, თუმცა მზარდ ხასიათს ატარებს და ალბათ უკეთესი შედეგები გვექნება მომავალი წლიდან და ეს ყველაფერი ალბათ და განსაკუთრებით დერეფნის საკითხები მოგვიტანს მეტ ეფექტს. ჩვენ ზუსტად როცა ეს დერეფნის პროექტი, შუა დერეფნის პროექტი იწყებოდა წლების უკან ეგ გარკვეულწილად ერთგვარი რკინიგზის, სარკინიგზო ოპერატორების პროექტად ითვლებოდა და მათი შრომით, მათი მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიდა გარკვეულ ეტაპამდე და შემდეგ ის იქცა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ჩვენ შემთხვევაში ყაზახეთთან გარკვეულად გამსაზღვრელადაც კი შუადერეფნის პროექტი. ბატონო ლევან, ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ თქვენ შუადერეფანს. ერთი უფრო კონკრეტული თემის დაზუსტება მინდა თქვენთან ამ კონტექსტში. აი ამ პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანის შემდეგ უფრო მეტად იზრდება თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ სატარიფო პოლიტიკაზე შეთანხმება მოხდეს საქართველოს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს და დაინტერესებულ მხარეებს შორის, სწორედ შუადერეფნის კონტექსტში და თქვათ ეს შეთანხმება თუ მოხდა სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით, თუ აქამდე არ არის, თქვათ რაღაც უკვე დაძრული ხო არ არის შემთხვევით, თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია პროცესები და თუ შეთანხმება მოხდება, ეს რამდენად გაზრდის უფრო მეტად კონკურენტუნარიანობას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, რასაც ვაკვირდებით, შუადერეფანი მუდმივად იყო საინტერესო თემა, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად რაღაც მეტი ფინანსური ყურადღებაა გადმორთული ამ კორიდორზე. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული წრე შეიკრა ამ სტრატეგიული ურთიერთობის შეთანხმების გაფორმებით საქართველოსა და ყაზახეთს შორის. ყოველ შემთხვევაში საქართველოს აზერბაიჯანთან ესეთი შეთანხმება უკვე აქვს დიდი ხანია და შესაბამისად ერთგვარად სტრატეგიული პარტნიორების დერეფნადაც შეიძლება იქნეს წოდებული ჩვენ შუადერეფანი. ეს იმდენად ყოვლისმომცემი ურთიერთობებია
რომ ძნელია ვილაპარაკოთ იმაზე, რამდენად სწრაფად მოეწერება ხელი ერთიან ტარიფს. იმდენად, რამდენადაც ერთიანი ტარიფი აუცილებელი ატრიბუტია დერეფნის განვითარებისა. ჩვენ დერეფანი უნდა განვიხილოთ როგორც ინსტრუმენტი გარკვეული, რომელიც არის და იქნება კიდევ უფრო მეტად ვაჭრობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის, სხვა რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის და შესაბამისად ერთიანი ტარიფი უკვე უნდა გახდეს ამ ინსტრუმენტის მეტად გამოყენებადობის საშუალება. მაშინ როცა ერთიანი ტარიფი ჩამოყალიბდება, მეტად გამჭვირვალე, მეტად გასაგები გახდება დერეფანი ყველა დაინტერესებული მხარისგან. შესაბამისად მე ბევრად გაადვილდება, ბევრად გამარტივდება დერეფნის გამოყენება დაინტერესებული პირებისგან და ნაკლები დრო დაიხარჯება იმისათვის, რომ მოხდეს თუნდაც ერთი კონკრეტული გადაზიდვა. იმისათვის გადაზიდვის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ხდება სატარიფო პოლიტიკის მოძიება საქართველოში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში ცალ-ცალკე და ერთიანი ტარიფი ამ პროცესს როგორც მინიმუმ დროში შეამცირებს და შესაბამისად გახდის შესაძლებელს, რომ დაინტერესების შემთხვევაში დერეფნის სარგებლობა დაინტერესებულ მხარეებს ბევრად მარტივად შეეძლო. ბატონ ლევან, ეს ერთიანი ტარიფი ხარ რამე გრძელვადიანი, უფრო გრძელვადიან პროცესთან გვაქვს საქმე თუ უფრო მოკლევადიან პერიოდში შეიძლება შედეგი ვნახოთ? დიახ, სოფო, აი მინდოდა გამეგრძელებინა და კარგია რომ დამიზუსტეთ. გრძელვადიანი ერთიანი ტარიფი არის ერთიანი ტარიფზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს და ეს არის გარკვეული ტექნიკური სამუშაოც და ის დაკავშირებულია გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებთანაც, სიმართლე რომ გითხრათ, იმდენად რამდენადაც თვითონ დერეფანი არის ძალიან მულტიმოდალური და ძალიან ბევრი კომპონენტი არის ამ ტარიფის მდგენელი. გარდა იმ სამი რკინიგზისა, რომელიც შესახებაც ცნობილია საყოველთაოდ, რომ მხოლოდ ჩვენს რეგიონზე რო ვისაუბროთ, ეს არის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს რკინიგზები, ეს არის ორი ნავსადგური, როგორც მინიმუმ, ბოდიში სამი ნავსადგური კასპიის ზღვაზე, კიდევ უნდა დაემატოს ალბათ აზერბაიჯანის მხრიდან კიდევ დაემატება და შესაბამისად ყველა ამ კომპონენტის სატარიფო წილი, ასე ვთქვათ, უნდა იქნეს ასახული ამ ერთიან ტარიფში. თუ ჩვენ აი ლოკალურად თუ ჩვენს რეგიონს შევხედავთ, ერთიანი ტარიფის ცნება ამ კომპონენტებით უნდა დაკომპლექტდეს. თუმცა ერთიანი ტარიფის ცნება თუ ჩვენ ამას განვიხილავთ ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთისთვის, მას ჩინური კომპონენტიც უნდა დაემატოს, ჩინეთი, ყაზახეთის საზღვრის კვეთის კომპონენტიც უნდა დაემატოს და შავი ზღვის პორტების კომპონენტიც უნდა დაემატოს. ასევე თურქეთის რკინიგზის კომპონენტიც უნდა დაემატოს. შესაბამისად, თვითონ ტარიფი როგორც ესეთია, ადვილად წარმოსადგენი ციფრი საბოლოო ჯამში იქნება მიღებული ერთიანი რაღაც გარკვეული ციფრი, თუმცა ის რომ ჩაიშალოს საკმაოდ რთული მექანიზმია მისაღწევად ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სტრუქტურული ერთეულის ინტერესს მოიცავს და ამიტომაც ჩემი გადასახედიდან ამიტომაც გაიწელა მისი მიღება საბოლოო ჯამში. თუმცა ეხლა უკვე ამ ყველაფერს ჩემი აზრით ხელს არაფერი უშლის, მით უმეტეს ის უდიდესი დაინტერესება, რომელიც აქამდე აკლდა სიმართლე გითხრათ დერეფანს, გარდა რეგიონის ქვეყნებისა, დაინტერესდა მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი. წლების უკან ეს სამწუხაროდ სანამ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები დაიწყებოდა, ეს ასეთი ყურადღება დერეფანს აკლდა. შესაბამისად, მას შემდეგ რაც მსოფლიო ბანკი და კიდევ ბევრი სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა მისი შესაძლებლობებით, ეხლა ძალიან ბევრი კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა იკვლევს დერეფნის შესაძლებლობებს, კიდევ მიდის კვლევა მისი გაფართოების შესაძლებლობებისა, რა მაქსიმუმი შეიძლება შეძლოს დერეფანმა თავის ფარგლებში და ამ ყველაფრის ფონზე ტარიფი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი დაიხუროს და ყველა დაინტერესებულმა მხარემ, აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ ეს სატარიფო პოლიტიკა არსებობს და ის არის გარკვეულწილად ხელშემწყობი ამ პროექტის და ზოგადად სატარიფო ომში ძნელია ვიღაცასთან შეჯიბრება. თავარია ეს სატარიფო პოლიტიკა იყოს ადეკვატური, ვიღაცის ტარიფი, რომელიღაც დერეფნის ტარიფი იქნება მეტი, ვიღაცის იქნება ნაკლები, თუმცა
ჩვენს დერეფანს აქვს ის პოტენციალი, რომ ძალიან დიდი ინტერესით იყვნენ ძალიან დიდი ინტერესი არსებობდეს ყაზახეთის და ზოგადად შუა აზიის ქვეყნებისა ჩვენს მიმართ, ვინაიდან მათ ალტერნატიული და უპირობო წვდომა ზღვასთან, როგორც ჩვენ შემთხვევაში არის, არ გააჩნიათ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, საინტერესო მიმოხილვისთვის, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე თქვენი მოსმენა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევაზე. და თემა ისეთი ცოცხალი პროცესია, რომ ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით, არა ერთხელ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებლად ამას დავაკვირდებით და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილავთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე. ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით. რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამორღვევებმა წიწვოვანი სახეობის 6 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა დამრღვევმა. სპეციალური ფირნიში გამოიყენა განმეორებით, ხოლო შემდეგ რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო სწრაფად ცვლის ბიზნეს კომუნიკაციასა და ყოველდღიურ ცხოვრებას, თუმცა მაშინ, როცა კომპანიები მილიარდობით დოლარს ახალ ტექნოლოგიებში აბანდებენ, მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნესების ხელმძღვანელები მთავარ პრიორიტეტად სულ სხვა რამეს ასახელებენ. Forbes-ის ახალი კვლევის მიხედვით, AI-ის ეპოქაში ყველაზე ძვირფასი აქტივი ნდობა და რეპუტაცია გახდა. ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ციფრული ტექნოლოგიები ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც დღეს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მილიარდობით დოლარს აბანდებენ, თუმცა მიუხედავად AI ბუმისა, ბიზნესის ლიდერები სულ სხვა გამოწვევებზე საუბრობენ. Forbes Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი დღეს ნდობა და რეპუტაციაა. უფრო მეტიც ეს ფაქტორი მათ ხელოვნურ ინტელექტსა და ინოვაციებზე წინ დააყენეს. მიზეზი მარტივია, ტექნოლოგიების ეპოქაში კომპანიებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე მხოლოდ კონკურენტი აღარ არის. ერთი კიბერშეტევა, მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვა ან სოციალური ქსელებით გავრცელებული მცდარი ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ნაშენები რეპუტაცია რამდენიმე დღეში ჩამოინგრეს. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ეგრეთ წოდებული deepfake-ების გავრცელება, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები, ვიდეოები და აუდიო ჩანაწერები, რომელთა რეალურობისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ კომპანიები სულ უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვაზე, არამედ საკუთარი სანდოობის დაცვაზეც. ეს პრობლემა მხოლოდ ბიზნესს არ ეხება, მომხმარებლებიც უფრო ფრთხილები გახდნენ. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი AI-ის მიერ შექმნილ ინფორმაციას სრულად არ ენდობა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში კვლავ ადამიანის მონაწილეობას ამჯობინებს. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზეც აისახება. ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს წლებში კომპანიების კონკურენტ უნარიანობას მხოლოდ ტექნოლოგიური შესაძლებლობები აღარ განსაზღვრავს. გადამწყვეტი გახდება ის, თუ რამდენად სანდოდ მიიჩნევენ მათ მომხმარებლებიც. ამ ფონზე იცვლება ბიზნესის წესებიც. თუ ადრე მთავარი კითხვა იყო ვინ შექმნიდა უკეთეს პროდუქტს, დღეს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა ვის შეიძლება ვენდოთ. სწორედ ამიტომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები ნდობასა და რეპუტაციას სტრატეგიულ რესურსად განიხილავენ. მათთვის ეს უკვე არა მხოლოდ იმიჯის, არამედ ფინანსური მდგრადობის საკითხია. ხელოვნური ინტელექტი აგრძელებს განვითარებას და ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში აღწევს, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად იზრდება მოთხოვნად სანდოობაზე და შესაძლოა სწორედ ეს გახდეს მომდევნო წლების მთავარი ბიზნეს ვალუტა, არა მხოლოდ ინოვაცია, არამედ სანდოობა.
და ბოლოს ნახოთ როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ბოლო ვაჭრების შედეგების მიხედვით ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 64 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 1 თეთრი, ლარი გამყარდა ევროსთანაც და დოლართანაც. ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ პოზიციები დათმო რუსულ რუბლთან, ლირასთან კი გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა. 1 თურქული ლირა ისევ 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 40 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 55 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 18 თეთრი. ლარი გამყარდა დრამთანაც და მანათთანაც. ბიზნესი რუსთავიორზე ამი დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. გისურვებთ სასიამოვნო უქმებს და დარჩით რუსთავიორზე.